საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ბოლოს შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა. ვარშავაში ყოფნის დროს ლეხ კაჩინსკიმ და დავით ბაქრაძემ საქართველოში ორმხრივ ურთიერთობებზე და ოკუპაციის შემდგომ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. დღეს კი დავით ბაქრაძე პოლონეთის პრეზიდენტის, მისი მეუღლის და მთავრობის სხვა წევრების დაღუპვის გამო პოლონელ ხალხს სამძიმარე გამოუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტო გაიხსენა, როცა პოლონეთის პირველი პირი ომის დროს საქართველოში იმყოფებოდა. ლეხ კაჩინსკი იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ევროპელი ლიდერი, განაცხადა დავით ბაქრაძე. ჩემი სახელით, საქართველოს პარლამენტის და ქართული ხალხის სახელით გამოუცხადო ჩვენი ღრმა თანაგზნობა და თანადგომა პოლონელ ხალხს და პოლონეთის სახელმწიფოს. პრეზიდენტი კაჩინსკი იყო თავისი ხალხის ლიდერი, იყო ადამიანი, რომელიც აერთიანებდა პოლონელი ერის საუკეთესო თვისებებს, ის იყო მიზანსწრაფული, ვაჟკაცური, მიზანდასახული ადამიანი და რაც თავარია, ის იყო პიროვნება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდა თავისუფლებისთვის. არა მხოლოდ პოლონეთის თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს და ყველა სხვა თავისუფლების მოყვარე ქვეყნის და ერის თავისუფლებისთვისაც. დავკარგეთ დიდი მეგობარი, პოლონეთმა დაკარგა ლიდერი, ევროპამ დაკარგა სახელმწიფო მოღვაწე. წუთიერი დუმილით გაიხსნა საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომაც. ქართულმა მინისტრებმა სამძიმარე გამოუცხადეს პოლონელ ხალხს და საქართველოს მიმართ ლეხ კაჩინსკის განსაკუთრებული თანადგომა გაიხსენეს. ქართული ხალხის დიდი მეგობარი და საზოგადო მოღვაწე, დიდი პიროვნება, რომელმაც იცოდა რა არის მორალი, ფასეულობები და სიკეთე, აცხადებენ საქართველოს მთავრობის წევრები. სტურდება პოლონეთის პრეზიდენტიც მეუღლესთან ერთად იყო ამ თვითმფრინავში და გარდაცვლილია. მინდა მიუსამძირო პოლონელ ერს, გამოვხატო ჩემი სამძიმარი დაღუპვასთან დანაკარგთან დაკავშირებით ამ დიდი პიროვნების, რომელიც ქართველი ერის უდიდესი მეგობარი იყო და მინდა ვთხოვო მთავრობის წევრებს წუთიერი დუმილით მიაუღოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას. ეს არის დიდი უბედურება პოლონელი ხალხისთვის და ძალიან დიდი მწუხარება ჩვენთვის, ქართველებისთვის, რადგანაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რამხელა მეგობარი იყო პრეზიდენტი კაჩინსკი და მისი გუნდი და საერთოდ პოლონელი ხალხი რამდენად დიდ სიმპათიას და მეგობრულ გზნობებს განიცდის ქართველებისა და საქართველოს მიმართ, როცა რუსების ტანკები ჩვენს პოზიციებს უტევდნენ, ჩვენს ქალაქებს უტევდნენ და რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ საქართველოს, მაშინ სწორედ ის იყო ინიციატორი იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის რამოდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ერთად შეკრებილიყო და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა და პირდაპირი მუქარისა, რომ შეიძლება მათი თვითმფრინავი ჩამოაგდონ, ისინი მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში და პრეზიდენტ კაჩინსკი ჩვენს გვერდით იყო, როცა საქართველოს ყველაზე ძალიან უჭირდა ომის დროს და ჩვენს გვერდით იყო ყველა სხვა სიტუაციაში. ეს არის უდიდესი ტრაგედია არა მარტო პოლონელი ერისთვის, არამედ ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ეს კაცი იყო არა მარტო დიდი მოღვაწე ევროპაში, არამედ იყო ჩვენი ქვეყნის პატრიოტის, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი და ყველა თავისუფლების მოყარე ერისთვის ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი. ძალიან მწუხარ ვარ, შოკირებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი დილიდან რომ ასეთი ამბავი მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ძალიან ერთგული ადამიანი და ძალიან თავდადებული ადამიანი პრაქტიკულად დაიღუპა ასეთ გაუგებრობაში.